ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. უფრო ვრცლად ამის შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამსახურების რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. გაუქმდა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებები. შეიქმნა ახალი სამართლებრივი უზრუნველყოფის და საორგანიზაციო საკითხთა და საქმის წარმოების განყოფილებები. რეორგანიზაციის მოტივით გამგეობიდან 21 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს, 14 ადამიანი უკვე დააბრუნეს. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, რომ დანარჩენებსაც უმუშევარს არ დატოვებს. იმ თანამშრომლებზე, რომლებიც განთავისუფლებული არიან, ვფიქრობთ მათ დასაქმებაზე, მათ ან შევთავაზებთ გამგეობაში ისევ დაბრუნებას, ან ალტერნატიულ სამსახურს აუცილებლად შევთავაზებთ. და რაც შეეხება სამსახურებს, მათი დაკომპლექტება ჯერჯერობით არ არის დასრულებული, კიდევ მიმდინარეობს და ვარჩევთ პროფესიონალ კადრებს, რომლებიც კარგად გაუწყობიან ყველა იმ საქმეს, რაც დაგეგმილია ამ წელს მუნიციპალიტეტში. გამგებლის მოადგილე რალა ჩემია რევას წულაიამ შეცვალა. იგი საკრებულოს წევრი და მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს ხელმძღვანელი იყო. რევას წულაია გამგეობაში კულტურას, სპორტს, სოციალურ სფეროს და ტერიტორიულ ერთეულებთან ურთიერთობას გაუწევს კოორდინირებას. რალა ჩემია კი საორგანიზაციო საკითხთა და საქმის წარმოების განყოფილების უფროსად გადაიყვანეს. გვაქვს აქტიური კონტაქტები საკრებულოსთან და მთლიანობაში გვინდათ, გავაკეთოთ ისეთი საქმე, რომელიც მუნიციპალიტეტს მთლიანად წაადგება და გავაკეთოთ მართლაც სასარგებლო საქმე. და გვინდა რომ ჩვენი კვალი დავტოვოთ რაიონის მუნიციპალიტეტის სინამდვილეში. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამსახურების რეორგანიზაცია 12